მოგესალმებით. გიბრუნდებათ რეალ პოლიტიკას პოდკასტი რუკა და ტერიტორია. დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ვართ წარმოდგენილი, რადგან დროებით საქართველოში არ არის ჩვენი რედაქტორი აკა ზარქო და დღეს მე რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე ვისაუბრებ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმართან, ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად ირანში მიმდინარე მოვლენებზე, ამერიკისა და ისრაელის სამხედრო კამპანიაზე, ირანის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენაზე მთელ ახლო აღმოსავლეთზე და მათ შორის კავკასიაზე, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი რეგიონისთვის და მათ შორის გავლენას ახდენს საქართველოზე. ბექა მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა გიორგი მოწვევისთვის. დავიწყოთ ალბათ საუბარი იმით, რომ ზოგადად რაც ხდება ირანში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მასშტაბური კამპანია, ომის პირველ 3 დღეში უფრო მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს ისრაელის და ამერიკის ავიაციამ, ვიდრე შარშან მთელი 12 დღიანი ომისას. ხედავთ ის, რომ განადგურდა აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც იყო ირანის უზენაესი ლიდერი, სამხედრო ელიტის დიდი ნაწილი, პოლიტიკური ელიტის ნაწილიც. ხედავთ ის, რომ სრული საჰაერო დომინაცია აქვს ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციას და ხედავთ, რომ მიდის დემილიტარიზაცია ირანის შეგვიძლია ესე დავარქვათ, რადგან ნადგურდება ირანის საზღვაო ფლოტი, მისი საბალისტიკური რაკეტების პოტენციალი, იბომბება ბირთვული ობიექტები, იბომბება რეპრესიული აპარატის ობიექტები, რაც არის ბასიჯებისა და რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შტაბ-ბინები, მათ შორის იბომბება ის ციხეების, რომელშიც დატყვევებული არიან პოლიტპატიმრები, მათ შორის ის ხალხი, ვინც იანვრის და დეკემბრის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე დააპატიმრეს და ამ ომს გავლენა აქვს მთელ რეგიონზე, ხო, იმიტომ რომ ირანის საპასუხო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდა 12 სახელმწიფო, მათ შორის ყველაზე მძიმე დარტყმები მიიღეს ყურის ქვეყნებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავისი სტაბილურობით და უსაფრთხოებით და მათი ეკონომიკური მოდელი არ იდგა მხოლოდ იმაზე, რომ ისინი ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყნები არიან, მათ შორის იდგა იმაზე, რომ ისინი არიან უსაფრთხო ქვეყნები, ტურიზმის, ტექნოლოგიების ჰაბები და მათ კიდე ცალკე გადაიაზრეს საკუთარი როლი და ადგილი ახლო აღმოსავლეთში და ვინ უნდა იყოს და როგორი უნდა იყოს მათთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ ომმა კავკასიამდეც მოაღწიათ, ამამაც შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ დაიბომბა აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანი, რომელშიც რამდენიმე დრონით მოხდა თავდასხმა აეროპორტზე და აეროპორტთან მდებარე სხვა ტერიტორიაზე, თუმცა დაღუპულები საბედნიეროდ არ ყოფილან და ეს ომი გავლენას ახდენს ირიბად საქართველოსაც, თუნდაც იმით, რომ ნავთობის ფასები იზრდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს საქართველოში ბენზინისა და დიზელის გაძვირებას და ამას შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური გავლენის გარდა პოლიტიკური გავლენაც იმის მიხედვით, რამდენად გაფართოვდება ეს კონფლიქტი ჩვენ რეგიონზე და ზოგადად მთელ ახლო აღმოსავლეთზე და თუ რეჟიმი შეიცვალა ირანში, ეს კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს საერთოდ მთელ მსოფლიო ენერგობაზარზე და ზოგადად პოლიტიკაზე. დავიწყოთ ალბათ საუბარი ზოგადად ირანში მიმდინარე ომით. თქვენ როგორ ხედავთ ამ ომის მიმდინარეობას? რა არის ამ კამპანიის პირველადი და მეორეული მიზნები, როდესაც ეს კამპანია დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა და რამდენად მიღწევადია ეს მიზნები? შეიძლება ითქვას, რაც ჩამოთვალე გიორგი, რაც გააკეთა უკვე შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ირანი როგორც კონვენციური, როგორც სამხედრო ძალა, ისე პოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ სამხედრო წინააღმდეგობა აღარ არის, კონვენციური სამხედრო წინააღმდეგობა, ფლოტი აღარ არის ფაქტობრივად, საჰაერო თავდაცვა აღარ არის და ყოველგვარი შედეგების გარეშე ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი აგრძელებენ ირანის სამხედრო და რეპრესიული პოტენციალის განადგურებას. ისე რომ ამაზე ერთადერთი პასუხი რაც აქვს ირანს არის მეზობლების დაბომბვა იმ გათვლით, რომ ეს მეზობლები შეწუხდებიან და მოახდენენ ზეწოლას შეერთებულ შტატებზე. ეს უკვე ასიმეტრიული პასუხი არის ირანის მხრიდან, არ არის კონვენციური პასუხი და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამ ომის შემდეგ ირანმა ვეღარ გააგრძელოს არსებობა როგორც კონვენციურმა სამხედრო ძალამ ან კონვენციურმა მოთამაშემ საერთაშორისო ურთიერთობებში. რასაც ახლა შეერთებული შტატები გეგმავს, ვკითხულობთ და პროგნოზებიც არის, რომ შემდეგი ეტაპები რა შეიძლება იყოს ამ სამხედრო ოპერაციისა, ეს არის აბსოლუტური ექსპერიმენტი.
ანუ გაუნებელყოფა მთლიანად სამხედრო პოტენციალისა, გაუნებელყოფა ფიზიკური ლიკვიდაცია ლიდერშიპის პირველ და უკვე მეორე დონეზეც შეიძლება ითქვას. შემდეგი ნაბიჯი იყოს ნავთობგადამამუშავებელი ცენტრების ფიზიკური ოკუპაცია, აი მცირე ნაწილი, სადაც 90% არის მოყოლილი, ესე კონცენტრირებული ირანის ნავთობის ინდუსტრიის და ამითი ეკონომიკური ბლოკადის შეიძლება ითქვას, ეკონომიკური ბლოკადის ქვეშ მოქცევა ირანისა და შემდეგ დალოდება იმის, რომ ან შიდა რესურსი აღმოჩნდება აჯანყებისთვის ირანში, საუბარი იყო იმაზე, რომ არ ვიცი, რამდენი კაცი დახოცეს ამა წლის იანვარში, თუ დარჩა ვინც გამოვა და წინააღმდეგობას გასწევს, მაგრამ აქ კითხვის ნიშნებია, რომ ჯერ ისეთი მართლა ძალიან ბევრი დახოცეს და ყველაზე მეტი წინააღმდეგობის უნარეს მქონე და მეორე ფაქტორი არის ის, რომ რეჟიმს კიდევ აქვს 100,000 ყავს პროცედურად 100,000 მხარდამჭერი, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად მზად არის, რომ გამოვიდეს და სარწმუნოების დასაცავად ხალხი დახოცოს. და ამის გაჩერებას უბრალოდ საპროტესტო აქციებით ვერავინ ვერ შეძლებს და თუნდაც მხოლოდ საჰაერო დაბომბებით. მეორე ამ რასაც ამბობდნენ, ეს იყო ქურთების შესაძლო ჩართვა, მაგრამ ქურთების ჩართვა, ანუ სეპარატისტული მოძრაობის წახალისება ირანში ლეგიტიმაციას მისცემს რეჟიმს და მის გარშემო კონსოლიდაციას გამოიწვევს, იმიტომ რომ ახლა ვინც რეჟიმის წინააღმდეგი იბრძვის, ის ირანის წინააღმდეგი კი არ იბრძვის, ის იბრძვის ირანის თავისუფლებისთვის, ხო? მაგრამ თუ მებრძოლი მხარე იქნებიან სეპარატისტები, ქურთი სეპარატისტები, ეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას დელეგიტიმაციას გაუკეთებს. ამიტომ ეს არ არის ეს არ იქნებოდა ჭკვიანური ქმედება თან იმის გათვალისწინებით, რომ ქურთებს მე მგონი არ აქვთ ის ძალა, რომ ირანულ არმიას მოერიონ და ბოლო ფაქტორი, რაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, არის თვითონ არმია. რომ რადგანაც რეჟიმი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს ბოლო 57 წლის მანძილზე და სუსტი არა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მისი დელეგიტიმაცია თვითონ ირანის შიგნით ძალიან მაღალი არის. და ცხადია, ხო, ახლა ჭკვატყოფილი ადამიანისთვის ცხადია, რომ რეჟიმი და ირანი ძალიან არასწორ რელსებზე დგას და თუ არმია ჩაერთო იმ ბრძოლაში, თვითონ არმია მოახდინა რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ეს კაცმა არის ის, იმიტომ რომ არ დატესტილა აქამდე ეს. ამიტომ ისეთი მოცემულობა გვაქვს და რეჟიმის ცვლილების ისეთი მცდელობები გვაქვს, რომელიც მე მგონი უპრეცედენტო არის, აქამდე არ გქონია, ხო? ანუ ერთი მხრივ ლიდერშიპის მოშორება, მეორე მხრივ ინფრასტრუქტურის განადგურება, მესამე მხრივ ეკონომიკური სრული იზოლაცია და ეკონომიკური გამოფიტვა, მაგრამ მაინც მთავარი კომპონენტი ჯერ არ გამოჩენილა, ანუ ადგილზე, აი on the ground რომ იტყვი, ადგილზე ვინ შეიძლება ეს ცვლილებები მოიტანოს. ეს ცვლილებები შეიძლება არც არასდროს არ მოვიდეს, მაგრამ ამ ცვლილებების არ მოსვლის შემთხვევაში სად მივდივართ მე, ანუ შემდეგი რა არის? იდეალურ შემთხვევაში ეს არის ომში დამარცხებული და ჭკვანასწავლი რეჟიმი, რომელსაც აღარ აქვს რეგენერაციის საშუალება, იმიტომ რომ შეიძლება ეს მონიტორინგზე დადგეს, ხო, რომ აღარასდროს თუ ეს რეჟიმი დარჩა, რეჟიმმა სამხედრო გადაიარაღება, ხელახლა შეიარაღება ვერ შეძლოს. მაგრამ, ეს ისეთი ამბავია, რომ ძალიან პერსონიფიცირებულია, ხო? ნეთანიაჰუ არის ისრაელში, ტრამპი არის ამერიკაში. დღეს ეს არის პოლიტიკა, ხვალ შეიძლება ეს აღარ იყოს პოლიტიკა, იმიტომ რომ იქ შეიცვალოს ხელისუფლებები და რაღაცა მომენტში იშოვოს რეჟიმმა სივრცე იმისთვის, რომ დაიწყოს ხელახლა გადაიარაღება. ან შეიძლება შიდა ქაოსი დაიწყოს, უბრალოდ არეულობა, იმიტომ რომ ავტორიტეტი აღარ არის ირანის შიგნით, ხო? ვინ იგრძლება ბრძანებას, როგორ ემორჩილებით ამ ბრძანებებს. ხლა ეს არ ყოფილა პერსონიფიცირებული რეჟიმი ირანში გასაგებია და ეს თეოკრატიული მმართველობაც
ანუ უცნაურად, მაგრამ მაინც ინსტიტუციონალიზებული იყო და ახლა თვითონ რეჟიმი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინვის აძლევს ბრძანებას. აი მაგალითად პეზეშკიანი იყო გამოსული რამდენიმე დღის წინ და ბოდიში მოუხადა მეზობლებსა და ყურის ქვეყნებს და უთხრა რომ ანუ ეს ბოდიში რო ეს დაგბომბეთ, ამას აღარ ვიზავთ და ნუ თითქოს ველოდით რომ რაღაც შეთანხმებულია ეს და ეს აღარ მოხდება, მაგრამ მაინც ხდება. ხო, ანუ არ შეწყვეტილა ამითი, ესე იგი შიგნით არ არის ჰარმონიზებული და კოორდინირებული. მე მგონი ეს ჯერ კიდე იანვარში საერთაშორისო მედიამ დაწერა, რომ უკვე ისეთი დეცენტრალიზება მოხდა ამ სისტემის, რომ გადაწყვეტილების მიღება უფრო ავტონომიზირებულია და მეორე მხრივ ჩამონაცვლებლები ყავს ყველა თანამდებობის პირს იმ გათვლით, რომ აუცილებლად მოკლავენ ახლანდელ თანამდებობის პირებს, ეს ჯერ კიდე 12 დღიანი ომის გამოცდილებიდან ისრაელთან ჰქონდათ, ხო? და ეს და ნუ მესამეს უნდა აღინიშნოს, რომ თავად პეზეშკიანი ნამდვილად არის ყველაზე გავლენიანი პირი ამ ძალაუფლების ვერტიკალში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი პირდაპირ ლეგიტიმაცია მას გააჩნია, ხო, იმიტომ რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია, ასე თუ ისე. მაგრამ ამას არასდროს არ ქონია ირანში დიდი მნიშვნელობა. ამას ირანში არასდროს არ ქონია მნიშვნელობა. აი თქვენს მსჯელობას დავუბრუნდები, აქ ხო უნდა გავმიჯნოთ რაღაც გეგმა A, B და C რაც აქვთ ისრაელს და ამერიკას, ხო? იმიტომ რომ გეგმა A, რაც მინიმუმია, რაც შედარებით მიღწევადად ჩანს, არის ის, რომ მოდი ამათი სამხედრო პოტენციალი ჩვენ ძალიან დავასუსტოთ, რაც ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკაზე დატკბასაც, მათ შორის ეკონომიკურ ობიექტებსაც დავესხათ თავს და მე უკვე როცა ჩვენ განსაკუთრებით ახლა ვიცით რომ ამერიკის შიგნით საკმაოდ არაპოპულარულია ეს ომი და ჩემი აზრით დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმის ლეგიტიმაცია რომ თვეების განმავლობაში გააგრძელოს ეს სამხედრო დაპირისპირება, იმიტომ რომ თვეების გაგრძელდა ეს წარუმატებლობისთვის საქმე. უკვე ხედავთ რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით საერთო მოსახლეობის მხოლოდ 13% უჭერს მხარს ამერიკაში ამ ომს და მისივე პარტიის ამომრჩევლობის მხოლოდ 60% უჭერს მხარს და ძალიან აქტიური და ცნობადი სახეები მისივე ბაზაში პოპულარული ტაკერ კარლსონი თუ სხვები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ამ სამხედრო კამპანიას. ის ზიანს იღებს ამ კამპანიით, ამიტომ ეგრეთ წოდებული უკან გადახევის სტრატეგია, exit strategy-ს ასაც ეძახიან, შეიძლება იყოს რომ ერთ დღეს დონალდ ტრამპი გამოდის და ამბობს რომ 40 გემი ჩავძირეთ, ხამეინი მკვდარია, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობა ირანს აღარ დარჩა, ბირთვული ობიექტებისგან რაც იყო გადარჩენილი გავანადგურეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩერდებით. ეს შეიძლება მოხდეს საერთოდ იქეთ მხარესთან შეთანხმების გარეშე. ოფიციალური შეთანხმების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის. მეორე გეგმა B, რომელიც მათთვის უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული ვენესუელის სცენარი, რომ ახლანდელი ირანის ელიტიდან ვინმე ყველაზე გავლენიანი პირი, სავარაუდოდ ალი ლარიჯანი ან ყალიბაფი ამ რაღაც ჩუმ შეთანხმებას დებენ ამერიკასთან იმ პირობებზე, რაზეც მიდიოდა მოლაპარაკებები ომანში, ხო? სამი ძირითადი მოთხოვნა იყო ბირთვული პროგრამის შეწყვეტა, სამოქალაქო საჭიროებებზე მეტად გამდიდრებული ურანის მესამე მხარესთვის გადაცემა, ამ რადიკალური შიიტური დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეწყვეტა. დღეს მე რასაც უყურებ, არც ერთი ეს მართველი ელიტის წარმომადგენელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოჯდაბა ხამენეი, ალი ხამენეის შვილი აირჩიეს უზენაეს ლიდერად, არ გავს ამ დათმობაზე წამსვლელს, იმიტომ რომ ისინი არიან, ანუ მათთვის ეს იქცა სამამულო ომად და თან ხედავენ რომ ეს ომი რადგან არაპოპულარული ამერიკის შიგნით, თუ მაქსიმალურ ქაოსსა და დესტაბილიზაციას შექმნიან რეგიონში, რაღაც ეტაპზე ეს მხარეები უკან დახევას გადაწყვეტენ, მათ შორის ყურის ქვეყნების ზეწოლით, რომლებიც ყველაზე მეტად ზიანდებიან ეკონომიკურად ამ ომით. და ნუ გეგმა C, ასე ვთქვათ, ყველაზე წარმატებული ვარიანტი, რაც მათთვის ყველაზე მისაღებია, არის რა თქმა უნდა ის, რომ ეს სამხედრო კამპანია, რომელიც უკვე ძალიან წარმატებულია, პირდაპირ ვთქვათ, სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, რომ ირანი დღეს უშვებს ბევრად ნაკლებ ბალისტიკურ რაკეტას და დრონს, ვიდრე ომის პირველ დღეებში. ერთის მხრივ ეს მიზეზი არის, ამის მიზეზი არის წარმატებული საჰაერო კამპანია და მეორე ეს ის, რომ ისინი გრძელი ომისთვის ემზადებიან და იზოგავენ ამას, რომ აი ყოველ დღე 10-15 ისოლონ, ყოველ დღე რაღაც ზიანე მიაყენონ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მასობრივ ზალპებს, როცა ერთდროულად 50-ან 60 ბალისტიკურ რაკეტას ესვრიან თუნდაც ისრაელის მიმართულებით. ამიტომ ხო და გეგმა C-ში მთავარი კომპონენტი რა არის, რომ ეს 3-4 კვირა ან 5 კვირა გრძელდება, რაღაც თავის მიზნებს აღწევენ და მერე
გამოდის რეზა ფეჰლევი და ირანელებს მოუწოდებს, რომ ეს რეჟიმი უკვე წელში გატყდა და ეხლა დროა გამოხვიდეთ ქუჩებში და აიღოთ ხელში ძალაუფლება და ეს სცენარი ოფიციალურმა პირებმაც უკვე პრინციპში ამერიკის და ისრაელის მაღალჩინოსნებმაც თქვეს, რომ განიხილავენ. უბრალოდ ეხლა ძალიან რთული ამის პროგნოზირება იანვრის სასტიკი რეპრესიების შემდეგ და მეორე მხრივ არ ვიცით შიგნიდან რამდენად დასუსტებულია ეს რეჟიმი, რამდენად არის მზად ირანელი ხალხი, რომ ისევ მილიონობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩებში ამ ომის დასრულების შემდეგ. და ეგეც არ არის გარანტია იმისა, რომ გამოვლენ და ეს წარმატებით დამთავრდება, იმიტომ რომ არის ეს 100,000-ობით ბასიჯი და გუშაქთა კორპუსი, რომლებიც მზად არიან და ხვალაც იქნებიან, ჯერათ, რწმენის დონეზე ჯერათ ამ ხალხს, რომ ისინი იცავენ რაღაცა სიკეთეს ამ პროტესტის მონაწილეების დახოცვით. კი, ეს ძალიან კორუმპირებული რეჟიმია, მაგრამ მხოლოდ კორუმპირებული არ არის განსხვავებით ვენესუელისგან, იდეოლოგიური კომპონენტი და რელიგიური ძალიან ძლიერია და კი, არაპოპულარულია, შეიძლება 25-30% უჭერს მოსახლეობის მხარს, მაგრამ 92 მილიონის 25% ძალიან ბევრია, ეს უნდა გვესმოდეს. სხვათა შორის აქაც უთანხმოება არსებობს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის ხელისუფლებისთვის ძალიან მისაღები მემკვიდრე არის რეზა ფეჰლევი, იმიტომ რომ მამამისის ტრადიციაა ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ესეც ძალიან პროისრაელი პოლიტიკოსია შეგვიძლია ვთქვათ, განსხვავებით დონალდ ტრამპისგან, რომელიც მას არ უყურებს ესე რეჟიმის სრულების შემდეგ მთავარ მემკვიდრედ და უფრო შიგნიდან ელის ვინმეს გამოჩენას, ვინც შეიძლება იყოს მისთვის მისაღები კანდიდატი, ხო? ჩამოთვლის სამივე სცენარს. პირველი ყველაზე მოდი ვთქვათ პირდაპირ, ყველაზე რეალისტური არის პირველი სცენარი და ეს მეც ვახსენე, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება შეწყდეს ეს, განადგურდა მთელი ინფრასტრუქტურა, როგორც ბირთვული, ასევე სამხედრო ქარხნები და ასე შემდეგ, კი ბატონო, და შემდეგ უკვე ჩამოსცილდეს ამას შეერთებული შტატები, ტრამპმა ეს გამოაცხადოს გამარჯვებად და ამის შემდეგ ირანი დადგეს მონიტორინგის რეჟიმზე, რომ თუ ისინი ხელახალ აშენებას და გადაერეღებას დაიწყებენ, ხელახლა მოხდება შემდეგ დარტყმები და სამხედრო მარცხი თუ შევხედავთ ისტორიაში, რომ როდესაც და ეს აქამდე ირანს არასდროს არ ქონია, ხო, რომ ესე დაენგრია ვინმეს მისი ინფრასტრუქტურა, ეს არ ყოფილა და აღმოჩნდა უმწევა. ამან შეიძლება თვითონ ირანელებს, რეჟიმს თვითონ ხამენეიშვილს და ყველაზე ცხელთავიანებსაც ასწავლოს თქვა, რომ ეს არ არის გზა რა. ხო, კი ბატონო, არ გვიყვარს ამერიკა, გვეზიზღება ისრაელი, მაგრამ ეს არ არის გზა, რომლითაც ჩვენ მოვიგებთ და ამიტომ თვითონ რეჟიმი გახდეს უფრო შემრიგებული მომავალში. გამოცდილება გავიხსენოთ ირან-ერაყის ომი როგორ დასრულდა, ხო, როდესაც აიათოლა ხომეინიმ უკაცრავად ცნობილი განცხადება გააკეთა, რომ მე ამ ცეცხლის შეწყვეტაზე წასვლას, მაშინ ომი როგორ დამთავრდა, ხო, საზღვარი არ შეცვლილა, ამდენი წლიანი 9 მილიონი ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს და იგივე საზღვარი დარჩა, ხო, ორივე მხარეს შორის და მან თქვა, რომ ამაზე ხელის მოწერას მირჩევნია საწამლავი ცავსე თასიდან დამელეაო, მაგრამ სხვა გზა არ არისო და ეხლა თუ აიათოლა ხომეინიმ დაიხია რაღაცაზე უკან როგორღაც მოჩთაბასაც უნდა შეეძლოს უკან დახევა, მაგრამ მაშინ სხვა კონტექსტი იყო. მაგრამ ამ უკან დახევის შემდეგ ხომეინიმ დაიწყო არაკონვენციური ბრძოლა, ეს პროქსების გაჩენა და გაძლიერება ზუსტად ამის შემდეგ იწყება რეგიონში და ახლა რასაც სადამსჯელო ოპერაციას რაც რეჟიმი იღებს, სწორედ იმის შედეგია, რომ პროქსებს ყვებავდა. ამერიკას და ისრაელს არ უნდათ, რომ ირანი იყოს ტერორიზმის დამფინანსებელი ახლო აღმოსავლეთში, ხო? შეიძლება ეს შეწყვიტოს რეჟიმმა, გამომდინარე იქიდან, რომ ძიმე საშელი მიიღო ამისთვის. მეორე სცენარი, მე არ ვფიქრობ, რომ ვენესუელას სცენარი რეალისტურია რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვენესუელაში იქ კონსტიტუცია არის, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტი და გინდა არ გინდა ის განაგებს ბედს და რაღაცა ლეგიტიმაცია აქვს დელსი როდრიგესის მოქმედებას, ხო? სამართლებრივი ლეგიტიმაცია. აქ ვის რო გაურიგდა, ლარიჯანის რო გაურიგდა სიტყვაზე ტრამპი, ხო? რატომ ექნება ლარიჯანის სიტყვას და გადაწყვეტილებებს
ლეგიტიმაცია თვითონ რეჟიმის შიგნით. ან რამდენად აცოცხლებენ ლარიჯანის ან თუნდაც მოშტაბა ხამენეის რატომ ანუ ახალ არჩეული ტიპი არის და თუ ის ამერიკელების კაცი გამოდგა რატომ ექნება მას ლეგიტიმაცია შიგნით არ ამგონი ჯერ ერთი რეჟიმის შიგნით ასეთი ავტორიტეტული ტიპის პოვნა ძალიან გაჭირდება რომელიც ამერიკელებს გაყვება ამ პოლიტიკაზე და მეორე რომს გამოჩნდეს მას რატო აცოცხლებენ და რატომ გაატარებინებენ ამ პოლიტიკას უფრო რეალისტურია ის რომ თვითონ რეჟიმმა გაანალიზოს რომ ის ძველ დრო ვეღარ დაბრუნდება ანუ რაღაცა ან მარტივად მოიცადონ 2029 წლამდე იმიტომ რომ არც ამერიკის და არც ისრაელის პოლიტიკა არ იქნება ესეთი ხისტი თუ დემოკრატი პრეზიდენტი მოვა მაგას ვამბობ მონიტორინგი შეიძლება მოიხსნას ნებისმიერ სამხედრო კამპანიას ზოგადად ეს სამხედრო კამპანიაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იმიტომ იყო რომ ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ სრული დისკრედიტაცია გაუკეთა ამერიკულ საზოგადოებებში ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ეს ასოცირდება დახარჯულ ტრილიონებთან, დიდ მსხვერპლთან, წარუმატებლად მე ამ კამპანიების დასრულებასთან და ამაზე პრაქტიკულად ორპარტიული კონსენსუსი არსებობდა და რესპუბლიკურ პარტიაში ამ კონსენსუსს თავად დონალდ ტრამპმა შეუწყო ხელი, როდესაც 2016 წლიდან აქტიურად აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშს ერაყის გამო ავღანეთის გამო და გვახსოვს მისი დებატები ჯებ ბუშთან ამ საკითხზე ჯერ კიდე 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას ხო და მერეც 2024 წლის კამპანია მან ჩაატარა მშვიდობის ქადაგებით და ამით რომ არათუ ახალ ომს არ დაიწყებდა ყველა ძველ ომს დაასრულებდა ხო აქედან გამომდინარე ძალიან უცნაურია ეს და ამიტომ 29-მდე მოცდა თავად რეჟიმისთვისაც წესით რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა თუნდაც ძვებითი უკან დახევის მიზნით ამ მოლაპარაკებებზე ომანში ყველაფერს დათანხმებოდნენ და მე მაგალითად ისევ დაეწყო ურანის გამდიდრება და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა დღეს ხამენეით ცოცხალი იქნებოდა და ბევრი რაღაც სხვანაირად იქნებოდა მაგრამ როგორც ჩანს ამ კომპრომისის რესურსი ამოიწურა თავად რეჟიმის შიგნით ამას ხელი შეუწყო 12 დღიან ომში სამარცხვინოდ დამარცხებამ მათმა ხელი შეუწყო ასევე იმან რომ ისინი თვლიდნენ რომ თუ ჩვენ უკან დავიხევთ ეს შეიძლება ახალი საპროტესტო მუხტის საფუძველი გახდეს ქვეყნის შიგნით იმის შემდეგ რასაშინელებაც მას ჩაიდინეს იანვარში და ყოველი ახალი რადიკალური ნაბიჯით ისინი უარეს უფსკვლელს უახლოვდებიან. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. და ესე იგი ალბათ აი ყველაზე სავარაუდო სცენარი მაინც ეგ არის რომ ანუ რეჟიმ ჩეინჯი ალბათ ვერ იქნება მაგრამ რეჟიმი გახდება უფრო მშვიდობიანი, შემრიგებლური და ყველაზე წყნარი პროცესები, ყველაზე წყნარი აი ბოლო საუკუნის ისტორიაში, ყველაზე წყნარი ახლო აღმოსავლეთი შეიძლება იყოს აი აქედან 26-დან 29 წლამდე. თუ რაღაც მიზეზებით ომი არ გაგრძელდა, რაც არ ამგონია, ანუ არც ტრამპს აწყობს და არც საითკენ მიმავალი არ იქნება ამ ომის თქვათ წლის ბოლომდე ან შემოდგომამდე გაგრძელება. იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც შენ თქვი რომ ამერიკაში ძალიან არაპოპულარული არის ომი და ერაყის და ავღანეთის კამპანიების გამო მე ვფიქრობ რომ სახმელეთო ოპერაცია აი იმ ინდუსტრიული ზონის მიღმა ანუ ინდუსტრიულ ზონაში სავარაუდოდ იქნებოდა ერთი რაღაც აღსანიშნავია რომ ნავთობ ბაზებს არ ურტყავენ და რატომ არ ურტყავენ ლოგიკურია ეს იმიტომ რომ ჯერ ესეთ შეიძლება თვითონ გაუკეთონ ოკუპაცია და თვითონ დაიწყონ გამოყენება და მეორე თუ რეჟიმ ჩეინჯი მოხდა ირანის აღშენებლობა გახდება შემდეგ საჭირო და ამის ფული იქნება საჭირო. და თავარია შვალედური არჩევნები აქვს, სადაც მისი მთავარი პრობლემა არის ფასების და ნავთობის ობიექტების დაბომბვა ნიშნავს კიდევ უფრო გაძვირებას ყველაფრის საერთოდ, რაც პირდაპირ აისახება დონალდ ტრამპის რეიტინგზე. ეს ეხა მეც გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი ალბათ ეკეთკენ მიდის, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვით, დღეს რა შედეგითაც მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია, ამის დიდ გამარჯვებად გამოცხადება უკვე შესაძლებელია. ამას ამდენად დაიჯერებს ამერიკაში ხალხი ეგ სხვა თემა, მაგრამ ზუსტად ვიცი ისრაელის საზოგადოებისთვის ეს დიდი წარმატება იქნება უკვე აღქმული, განსხვავებით ამერიკისა იქ ორპარტიული და მრავალპარტიული კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ეს ომი საჭირო იყო და აუცილებელიც კი ისრაელის გადარჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ ძალიან საკამათო ფიგურაა თავად ისრაელის შიგნით და დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი მას უჭერს ხარს და ნახევარს ძალიან არ უყვარს.
ჩვენ ხედავდით ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს ამ ოპერაციას და დასავლურ მედიაში შედან ბენეტი, ლაპიდი და არწმუნებენ იქაურ საზოგადოებებს, რომ საჭიროა ეს ომი და კეთილი მიზნები. იმიტომ რომ ეს მართლა ეგზისტენციურია. მათთვის მართლა ეგზისტენციალურია და მათთვის მართლა ბოლო შანსია ეს ალბათ იმ დაშვებით, რომ ვინც უნდა მოვიდეს დონალდ ტრამპის შემდეგ რესპუბლიკელი იქნება თუ დემოკრატი, ისრაელის მიმართ ამის ნახევარიც აღარ იქნება. ხო, მე ეს ვითარება ძალიან მაგონებს 1994 წელს გაშვებულ შანსს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით, იმიტომ რომ 94 წელს იყო ჩრდილოეთ კორეა ყველაზე სუსტი ისტორიის მანძილზე. ანუ მაშინ ჯერ ბირთვული იარაღი არ ჰქონდათ, შიმშილი იყო დაწყებული და ეკონომიკური სრული კატასტროფა ჰქონდათ. 94 წელს მოკვდა ლიდერი და ტრანზიცია ჰქონდათ და ტრანზიციის დროს ყველაზე ან თან პირველი ტრანზიცია იყო ისტორიაში. არ ჰქონდა რუსეთი საერთოდ ჩახსნილი იყო ამ პოლიტიკიდან, ახლა ელცინის რუსეთი იყო სრული კოლაფსით და მაშინ ჩეჩნეთის ომში არის ჩართული რუსეთი და ვის აინტერესებს საერთოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩინეთი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა არანაირ დიდ ძალას და ამ დროს იყო უნიკალური შანსი, რომ პატარა სამხედრო ოპერაციით რეჟიმი შეეცვალა ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა იმის გამო, რომ სეული არის ძალიან ახლოს 78 პარალელთან და კონვენციური артиლერიით მოხდებოდა სეულის დაბომბვა და გარკვეული მსხვერპლი იქნებოდა და 94 წელს ძალიან ესეთ პაციფისტური იდეები იწყებს დომინირებას და თან დემოკრატი კლინტონი იყო ოფისში, გადაწყვიტეს, რომ არ გაეკეთებინათ ეს. და ბირთვული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ბირთვული ბომბი შექმნა ჩრდილოეთ კორეამ და 2006 წელს გამოცადეს. ამ რეჟიმს რა ვიცი, ვერც არ მომიდგენია სცენარი, რომლითაც რეჟიმი იცვლება, ფაქტობრივად შეუძლებელია და ეს რეჟიმი სამუდამო საფრთხეთ დაურჩება მთელ რეგიონს, იმიტომ რომ როდის დასჭირდებათ შიდა თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის სამხრეთ კორეის განადგურება ან იაპონიაზე თავდასხმა, რაღაცა უფრო ფართო რეგიონული ომის შემთხვევაში, სადაც ჩინეთის ჩაერთვება, ჩინეთის ერთ-ერთ დამრტყმელ მუშტად მისი გამოყენება, ხო? ანუ 94 წელს იყო საშინელი პაციფისტური გადაწყვეტილება მიღებული და ეხლა აქვს, ეგ მომენტი აქვს ირანს, რომ ესეთი სუსტი რეჟიმი არსებობის მანძილზე არ ყოფილა და შეიძლება აღარც იყოს, ამიტომ აქედან რაღაცა უნდა გამოდნეს, რომ ესე იგი ირანის სახე ეს იქნება ისლამისტური რეჟიმი თუ მის გარეშე, ირანის სახე, ის სახე, რომელიც ბოლო 10 წლებში ჰქონდა აი ამ ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოს, უნდა შეიცვალოს. ხო, სხვათა შორის ისრაელის მედიაში საინტერესო სტატიას წავაწყდი, ფიქრობენ თუ პირველი სცენარიც წავიდა ყველაფერი, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, რა უნდა იყოს გამარჯვების სიმბოლო. ყველა ომს აქვს რაღაც კადრი სიმბოლური, ხო? მეორე მსოფლიო ომის აქეთა ფრონტზე, ევროპულზე, ეს არის რაიხსტაგზე, საბჭოთა კავშირის დროშა, იაპონიის ფრონტზე, იუჯიმაზე, აღმართული ამერიკის დროშა და ესეთ კადრად მიიჩნევენ, როგორც ვიცით, წინა ომის დროს გადარჩა 400 კილოგრამი გამდიდრებული ურანი, რომელიც ირანმა გაიტანა. და ისრაელის და ამერიკის დაზვერვებს აქვთ ინფორმაცია სად არის ეს, ისპაჰანშია რაღაც ნანგრევების ქვეშ, როგორც ამბობენ და აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ჩატარდეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ოპერაცია, რომ გაიტაცონ ეს ურანი. ახლა ეს მე და შენ თუ ვიცით აქ არა, ხო, ირანელებიც ვერ აკონტროლებენ ამას. ზუსტად მე მგონი ირანელებმაც არიციან. და ეს გახსოვთ თქვენის ცნობილი ბრიფინგი ნეთანიაჰუმ რო წარადგინა რაღაც არქივი რომ გაიტაცეს ირანის ბირთვული პროგრამის. რაღაც ეგეთი კადრი წარმოუდგენიათ, რომ ეს ურანი სადღაც დაიდგმება და დადგება იქ ნეთანიაჰუ და ტრამპი და იტყვიან, რომ მორჩა ირანის ბირთვული პროგრამა, აღარ აქვს ბირთვული ობიექტები, აღარ აქვს გამდიდრების ურანი და უნარი და ეს გამდიდრებული ურანი, რომელიც არის მთავარი პროდუქტი ამ პროგრამის არსებობის 10 წლების ისტორიაში, ჩვენ ხელშია. რამდენად მიაღწევენ? ეგ არის აი სერიალ თეირანის მეხუთე სეზონი. მეხუთე სეზონი ძალიან ეპიკური კადრი და. ეხლა გადავიდეთ კავკასიაზე ამ ომის გავლენაზე პირდაპირ, იმიტომ რომ ძალიან რთული ის თქვენ შესანიშნავი გადაცემა გქონდათ ყარაბაღის კონფლიქტზე და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ისტორიაზე და ირანი ორივე ქვეყანაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. საქართველოში კიდე არ იგრძნობა ირანის გავლენა იმდენად, რამდენადაც არ ვისაზღვრებით, მაგრამ
აზერბაიჯანზე ახდენს იმ თვალსაზრისით, რომ ირანის მოსახლეობის 20% აზერბაიჯანელები არიან და ერთ ენაზე მეტყველებენ კულტურულად ერთი ხალხია, სარწმუნოებაც ერთი აქვს. სომხეთზე ასე პირიქით პოზიტიურ გავლენას ახდენს იმ თვალსაზრისით, რომ ერთგვარი ეკონომიკური გადარჩენის წყარო იყო ირანი 90-იან წლებში, როდესაც სრულად იზოლირებული იყო და დიდი წყენები აქვთ აზერბაიჯანელებს ირანის მიმართ ყარაბაღის პირველი ომის გამო, ესეც უნდა აღინიშნოს. რა ვითარება დღეს მათ ურთიერთობაში და ამ ნახიჩევანის ინციდენტსაც შევეხოთ? ხო. სომხეთით დავიწყებ. ანუ სომხეთისთვის ირანი იყო ერთ-ერთი, თავდაცვის ფარს ალბათ ვერ იტყვი, იმიტომ რომ არასდროს არ ქონიათ სომხებს იმის ილუზია, რომ აზერბაიჯანთან ომში სამხედრო თვალსაზრისით ირანი ჩაერთვებოდა, მაგრამ ის რომ ამ კონფლიქტში ირანისთვის წითელ ხაზად ცხადდებოდა აზერბაიჯანის მიერ სიუნიქის დერეფნის გაკონტროლება და ირანი ამას არ დაუშვებდა და მიმართავდა სხვადასხვა ზომებს, ეს მნიშვნელოვანი შემაკავებელი იყო, ასე რომ ვთქვათ, სომხეთისთვის. და ამ ფონზე ფაშინიანის რეაქცია, რაღაცა თეატრალური რეაქცია, ანუ ეს ამბავი ხდება, ხამენეი მოკლეს და ფაშინიანი უშვებს ვიდეოებს, სადაც ის პერაშკს ქართულად რა ქვია, რო ჭამს და მე ჩურჩხელას და სიმინძს და კარგად არის რა კაცი. ანუ ეს სუფთა ეთიკურად, რა ვიცი, ცოტა ვერ გავიგებ ფაშინიანის საქციელი და რა ვიცი, ირანშიც გაუჭირდებოდათ ალბათ გაგება და რას ნიშნავს ეს მესიჯი და რატომ დასჭირდა მას ამისი გაკეთება, გაუგებარი. მეორე მხრივ საარჩევნო კამპანიის ნაწილია ეს. ხო, მაგრამ რაღაცა ზუსტად იმ დღეს კაცო, როცა ხამენეი მოკლეს და მეორე მხრივ მოშთაბას მიულოცა არჩევა. ანუ მართლა ვერ გავიგე ეს ამბავი. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ხო, აქ ცოტა რთული ვითარება არის, იმიტომ რომ ალიევი განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2020-ის შემდეგ, კუნთებიან მაგარბიჩს თამაშობს რეგიონში, რომელიც არავის არაფერს არ გააბედინებს, იმიტომ რომ უკვე შუშის დეკლარაციაც აქვს თურქეთთან და აქ ომი მოიგო ყარაბაღში და მე 23-ში ბოლომდე დაიკავა და თავის შესაძლებლობები აჩვენა და უკვე ამან 24 წელს იყო, ხო, ეს თუ არ ვცდები, ეს თვითმფრინავის ინციდენტი რუსეთში, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოვარდა. აქ რუსებს არ ეპუება და ანუ პუტინი ბოდიშს უხდის ბოლოს. პუტინი ბოდიშს უხდის, მერე იქ აზერბაიჯანის საელჩოზე რომ მოხდა კიევში დარტყმა, ამაზე მთელი დებოშები და ამბები აქვს და იქ რუსული პროპაგანდისტული ქსელები დახურეს და რუსები დაიჭირა, დაამცირა, იმიტომ რომ სემიას და ნაცემები აჩვენეს და ანუ როგორც დიდი სახელმწიფო თითქოს ისე პოზიციონირებს, რომ ანუ მე რუსეთს თანაბრად ველაპარაკები. ხო და ამ დროს აზერბაიჯანმა, უბრალოდ ირანმა გამოუშვა და ნახჭევანის აეროპორტი დაუბომბა. რაზეც პასუხი იყო, რომ მობილიზაცია გააკეთა, სამხედრო მობილიზაცია გააკეთა ალიევმა, თუმცა ეს არ არის პროპორციული პასუხი. ამის იქით ალიევი არ წასულა. რო ვთქვა, თვითონაც გაეშვა. დააკავეს ვიღაცები, ვინც როგორც აზერბაიჯანი ამბობს, გეგმავდნენ ტერაქტებს შიგნით ქვეყნის 7 თუ 10 ადამიანი დააკავეს, ჩანაწერებიც გამოქვეყნეს ვიდეო. ეს იყო თითქოს ერთგვარი პასუხი. არა, ეს ნაცვალგება არ ყოფილა, რომ სანაბარი პასუხი არა. სანაბარი პასუხი არა. და მან კიდე მეორე უცნაურობა რაც არის, ირანი არ უარყოფს არავის თავდასხმას, როგორც ვახსენეთ, 12 ქვეყანა დაბომბეს. ერთადერთი აზერბაიჯანზე თავდასხმას უარყოფენ მუდმივად. რაც ასევე ძალიან უცნაურია და მე მაფიქრებინებს, ეს ხო არ იყო რაღაც დეცენტრალიზებული შემთხვევითი ვინმეს თვით ინიციატივა და არა ხელისუფლებიდან წამოსული ბრძანება, იმიტომ რომ აი რატომ უნდა უარყოს ირანმა, რომ თავს დაესხდნენ ნახიჩევანს, როცა ფაქტია, ხო, ეხლა კი თვითონ იძახია, რომ ისრაელმა დაგბომბათო, მაგრამ ამას არავინ არ დაიჯერებს. თან ნახჭევანი, რატო ნახჭევანი, ეს არ არის აბსოლუტურად შემთხვევითი, იმიტომ რომ სიუნიქის კორიდორის არარსებობის პირობებში, დღემდე არ არსებობს სიუნიქის კორიდორი და არ არსებობს ბოლო ლამის 40 წლის მანძილზე ირანი იყო საჰაერო გზაც და სახმელეთო გზაც აზერბაიჯანის ნახჭევანთან დასაკავშირებლად და
ანუ ნახჭევანის აეროპორტით დაბომბვით ფაქტობრივად ეს საჰაერო გზა მოსპეს ნახჭევანთან დანარჩენი აზერბაიჯანის კონტაქტისა, ხო? ანუ სახმელეთო გზა გასაგებია ეს უკვე ირანის ხელში არის თავიდან ბოლომდე. ანუ ეს არ არის შემთხვევითი, რომ ნახჭევანის აეროპორტის დაბომბვა მოხდა და თუ თქვათ ირანის უпроსტად აზერბაიჯანის მხრიდან არ არის პროპორციული პასუხი გაცემული ირანელებისთვის და ჯერჯერობით არ არის პროპორციული პასუხი გაცემული. ძალიან აქტიური დიპლომატია, ეგეც აღინიშნოს 30-მ ქვეყანამ გამოუცხადა მას სოლიდარობა ამ თავდასხმის შემდეგ ყველას ესაუბრა. დღეს თქვათ შორის პუტინს ესაუბრა, პუტინმა მადლობა გადაუხადა დიპლომატების ევაკუაციაში დახმარებაში. ასევე რაც გასაკვირია, საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის და აზერბაიჯანის რამდენიმეჯერ ისაუბრეს, ფეზეშკი ამას დაურეკა ალიევს და ერთი რაღაც უბრალოდ უნდა გავიგოთ ალბათ არის, რომ ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი არიან მათი რეჟიმის სახეს საერთაშორისო მედიაში, მაგრამ ისინი გადაწყვეტილების მიღები პირები არ არიან. ამიტომ მათთან საუბრისას კი იღებს ალიევი პოზიტიურ მესიჯებს და უარყოფენ და ამბობენ რომ აი რა ცუდი ამბავი მოხდაო, მაგრამ რეალურად რეჟიმის განწყობა ხო იმაში ჩანს, რაც ნახიჩევანში მოხდა, რომ ისინი აღიქვამენ აზერბაიჯანს სრულ სახელმწიფოდ, მათ შორის იმის გამო რომ ისრაელთან გააჩნია ესეთი ურთიერთობა. ხო ითქვა რა, ხო ითქვა პარალელურად კეთდება განცხადებები, რომ თუ არ შეწყდება რაღაცა ისრაელთან ეს კონტაქტები და ნუ შემდეგი მუქარები არის. და ეს ალიევისთვის, ანუ ასეთი ტონით რო ელაპარაკებიან მას, აჩენს საფრთხეს, რომ თუ ირანმა ასეთი ტონით გაუბედა მას საუბარი და არანაირი შედეგები ამას ირანისთვის არ მოყვა, მერე პუტინი დაელაპარაკება ხელახლა ამ ტონით და სხვა და ელოდება შედეგებს თავად ამერიკა და ისრაელი რომ მიაღწევენ ეგეც ხო? მაგრამ ეს ხო მისი პასუხი არ იქნება, ანუ მისი პასუხი არ იქნება და ამიტომ ეს ანუ ერთი მხრივ ალიევს აქვს პრობლემა რომ სისუსტე არ აჩვენოს, იმიტომ რომ ამას მისი პოზიციებისთვის ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერებული პოზიციებისთვის უარყოფითი შედეგი ექნება, მაგრამ მეორე მხრივ არის საფრთხე რომ პროპორციული პასუხი რო გასცეს, თქვა თვითონაც რაღაცა ესროლოს ირანს, ახლა ირანს თავზე ხელი აქვს ბოლომდე აღებული და შეიძლება ამან გამოიწვიოს აზერბაიჯანის ომში ჩართვა. მთლიანად ომში ჩართვა, რაც ასევე არ აწყობს აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ხა ირანი ბოლოს და ბოლოს დიდი სახელმწიფოა და ასე კონვენციურ ომში ირანის წინააღმდეგ ჩართვას არც ერდოღანი არ დაუჭერს მხარს და ეს შუშის დეკლარაცია აქედან ამ შემთხვევაში არ იმუშავებს, ხო? ამიტომ ძალიან დელიკატურ ვითარებას გადის ალიევი, ეს მიუხედავად იმისა, რომ მან წინ დახედულად მიუსამძიმრა საელჩოში მივიდა თან პირადად გააკეთა ჩანაწერი და პრინციპში დიპლომატიის ფარგლებში რაც შეიძლებოდა ყველანაირი საფრთხილე გამოიჩინა. ამის მიუხედავად ნახჭევანი დაიბომბა. კი. აქვე სომხეთზე კითხავთ ეს პირდაპირ ირანის ამბავს არ ეხება, მაგრამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ტარდება სომხეთში ივნისში, რომელიც გადაწყვეტს არა მხოლოდ იმას, ვინ იქნება სომხეთის ხელისუფლებაში, გადაწყვეტს იმას, ეს სამშვიდობო პროცესი მივა თუ არა ბოლომდე, რომელიც უკვე საკმაოდ პროგრესირებს, სხვადასხვა თვალსაზრისით შედის მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით, დაიწყო საწვავის შეტანა აზერბაიჯანიდან სომხეთში და სომხეთში გაიაფდა ბენზინის და დიზელის და პირველად შედეგებს უკვე ხედავთ, ხო? რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნა სომხეთის აირაის კვლევა საზოგადოებრივი აზრის, სადაც პირველ ადგილზე ფაშინიანის პარტია 29% ჰქონდა იმ ამომრჩეველში, რომლებიც მარჩვენებზე მიდიან, 11 ჰქონდა დაახლოებით კარაპეტიანს, რომელიც როგორც ჩანს, მისი უზღვავი ფინანსური რესურსის გამო გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. სამუელ კარაპეტიანი არის რუსი ოლიგარქი. დაახლოებით მეორე ადგილზე იყო ქოჩარიანი, მესამეზე ოღონდ ძალიან მცირე მხარდაჭერით და მერე უკვე ყველა თითო პროცენტით და რაც თავარია დაახლოებით 30%-ია გადაუწყვეტელი. ამ კვლევის ჩემეული წაკითხვა არის ის, რომ ის 30% თუ მივა უფრო სტაბილურობის ამომრჩეველი იქნება და მშვიდობის, ეს ნაცნობია ჩვენთვისაც და მარტივად გაიმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანი უკვე მესამე ვადით მოვა ხელისუფლებაში და აქვე ერთ რემარკასაც გავაკეთებთ, ჩემი აზრით 21 წლის ომის შემდეგ გამარჯვება ბევრად რთული იყო მისთვის, იმიტომ რომ წაგებული ომი იყო და აგრესია იყო მის მიმართ. დღეს კონტექსტი განსხვავებულია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო სომხეთს ჰქონდა უზარმაზარი ეკონომიკური და რამაც განაპირობა საბიუჯეტო შემოსავლების გზა, სოციალური პაკეტების და პენსიის მკვეთრის და
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო და მოკლედ ბევრად კომფორტულ, ასევე საგარეო ვითარება შეიცვალა მისთვის სასარგებლოდ, ბევრად კომფორტულ ვითარებაშია ის. რას შეცვლის ეს არჩევნები სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში და ზოგადად ჩვენი რეგიონის კონტექსტში? ხო, ჩემი აზრით რაღაც თუ სასწაული არ მოხდა ფაშინიანის გამარჯვება ამ არჩევნებში გადაწყვეტილია, იმიტომ რომ ფაშინიანმა ძალიან კარგად გამოიტანა გაკვეთილები იქიდან, რაც საქართველოში მოხდა. ორი მთავარი ძალა, ერთი რუსეთიდან გამოგზავნილი ოლიგარქი და მეორე საპატრიარქო. მეორე ოლიგარქიც იყო, მაგრამ ის ბაქოს ციხეში. ხო, ნუ ის ყარაბაღის ოლიგარქი. ხო და ეს ერთი, მეორე თვითონ ანუ კარაპეტიანი გაუნებელყოფილია და თვითონ ქოჩარიანი და ეს ეგრეთ წოდებულ ყარაბაღის კლანი ძალიან დისკრედიტებული არის, ანუ ძალიან კორუმპირებული მმართველობა იყო და ერთგვარი შებრუნებული, ანუ საქართველოს შებრუნებული ვითარება არის სომხეთში, როდესაც ანუ პროდასავლური, უფრო მიუხედავად რიტორიკისა ფაშინიანის, რომ ჩვენ რუსეთს არ ვებრძვით და ჩვენ რუსეთთან კიდევ ვიმნაჭნობთ მეგობრობას. ეს სიფრთხილე სწორია და ლოგიკურია. რა თქმა უნდა. ამის მიუხედავად, მაინც ჩვენ შეგვიძლია რომ ფაშინიანს ასახათ პროდასავლურ პოლიტიკოსად მივიჩნიოთ. ის არის პოპულისტი პოლიტიკოსი ამასთანავე, ავტორიტარული ტენდენციებიც ცალსახა არის სომხეთში, მიუხედავად პროდასავლური მიმართულებისა. და აქედან გამომდინარე და ნუ ის ურტყავს სომხეთის იდენტობის მთავარ მარკერებს შეიძლება ითქვას, რომ ანუ ჩახსნა ყარაბაღის საკითხი, ჩახსნა გენოციდის საკითხი პოლიტიკიდან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ურბანულ ცენტრებში უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს ფაშინიანს და ახალგაზრდებში და უფრო განათლებულ ნაწილში ნაკლები მხარდაჭერა აქვს ფაშინიანს და უფრო რაც საქართველოში არის შებრუნებულად პირიქით. ასევე შეიძლება ითქვას, რომ აი ეს მოხდა საქართველოშიც და ეს მოხდა სომხეთშიც, რომ ორ ომში მარცხებმა დიდი ტრავმა გამოიწვია, ანუ სომხეთში აღიარეს, რომ ჩვენ აზერბაიჯანს და თურქეთს ომს ვერ უგებთ და მოდი ამ შვიდობის მესიჯს გავუყვეთ. რამაც საქართველოს არჩევნებზეც დიდი გავლენა იქონია და აი წეგან ირანზე რო საუბრობდით, ირანში შეიძლება დადგეს ეს შედეგი, რომ შვიდობის მესიჯმა შეიძლება გაიმარჯვოს იმ თვალსაზრისით, რომ ნუ ვერ უგებთ რა 12 დღიანი ომი წავაგეთ, ამ ომზე დაგვანგრიას თავზე ყველაფერი და ნუ რა ერთი დეტალია კიდე, აგვისტოს ომი დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ სომხეთს ბევრად დიდი მსხვერპლი ჰქონდა 2020 წლის ომში, ვიდრე ჩვენ 2008-ში და გარდა იმისა, უფრო ახლო ტკივილია ეს მათთვის რაოდენობრივად 3000. არა ხო, მაგრამ ჩვენთან ხო ის იყო, ჩვენთან ეს ერთი ომი, ანუ მანამდე სომხეთს გამარჯვებული ომი ჰქონდა და ჩვენ 4 ომი ვიომეთ 90 წლიდან და 4-ვეში დავმარცხდით შეიძლება ითქვას, ხო? 2 ომი ცხინვალში, 1 ომი აფხაზეთში და ნუ სამოქალაქო ომიც ჩვენი ომი არ იყო, ხო? ხო და ანუ ტრაგედია და ტრავმები დიდი არის აქაც, რამაც პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა და რაზეც თქვათ ქართულმა ოცნებამ აქ ამ ტრავმებზე ხელი მოითბო ელექტორალურად და იქ ფაშინიანმა მოითბო სხვათა შორის მის მიერ წაგებულ ომშივე. რომელიც მას არ დაბრალდა ხალხის თვალში, დაბრალდა იმ ელიტას, რომელმაც ჯარი კორუფციით გაანადგურა. კი ბატონო, ხო და ამიტომ მისი გამარჯვება ჩემი აზრით გარდაუვალი არის, ანუ საპატრიარქოს ძალიან დაასუსტა და ისიც ვთქვათ, რომ სომხეთს არ აქვს არჩევნების გზით ხელისუფლების შესრულების გამოცდილება. მე მგონი შეგვიძლია ეგ თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა ტეპეტროსიანი გადააყენეს ფაქტობრივად და ეგრე შეიცვალა ხელისუფლება. მერე უკვე ეს ერთი გაგრძელება იყო ქოჩარიანის და სარქისიანის მმართველობა და მე რევოლუციის ამ ტრანზიციაზეც მშვიდობიანად არ ჩაერთვლა. ხო და მაგას არჩევნების გზით არ იცვლება ხელისუფლებები სომხეთში. ხო ჩვენთანაც ის ერთი უფრო შეგვიძლია უკვე შემთხვევას და გარემოებას მივაწეროთ და ანუ არ ჩვენთან არ არის მაინდა-მაინც უკეთესად ეგვითარება. ხო და ამიტომ ის გაიმარჯვებს ჩემი აზრით და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შემდეგ უკვე როგორ აწყობს ის ურთიერთობას, ან უпроსტად
როგორ ააწყობენ ურთიერთობას მასთან ალიევი და ერდოღანი. აქვე ვთქვათ, რომ მას უყენებენ ძალიან მკაცრ ულტიმატუმს, რაც გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ, რომლის პრეამბულაც ეფუძნება სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, სადაც ნახსენებია ყარაბაღი. ამ კონსტიტუციის შეცვლა ეგრემატივი არ იქნება, თუნდაც რომ არჩევნები მოიგოს, მე მგონი რეფერენდუმის ჩატარება იქნება ამისთვის აუცილებელი და როდესაც რეფერენდუმზე დგება საკითხი, რომ ჩვენი მტერი გთხოვს კონსტიტუციის შეცვლას და აბა ხმა მივცეთ ეხლა თუ გვინდა მშვიდობა, კაცმა ესის ვინ რას აირჩევს და მსოფლიოში არსებობს გამოცდილებები, როცა რეფერენდუმებზე არ უჭერენ ხარს. კოლუმბიაში იყო ეგეთი რეფერენდუმი, ერთხელ კვიპროსაც იყო მე მგონი ეგეთი რეფერენდუმი, როცა ესეთი კომპრომისული ვარიანტი საწინააღმდეგოდ წავიდნენ. ამიტომ რაღაც ეტაპზე შეიძლება დადგეს საკითხი, რომ კონსტიტუცია ვერ იცვლება და ან მოხსნის ალიევი ამ ულტიმატუმს, ან მშვიდობა არ იქნება. მე ხა ვიყავი სომხეთში დეკემბერში, გასული წლის დეკემბერში და იქ ვესაუბრებოდი იქ პოლიტიკურ საკითხებში გათუცნობიერებულ ადამიანებს და მე მგონი ზოგადი განწყობა უფრო სომხეთში, ანუ ძალიან დომინირებს ეს მათ შორის ჯარშიც ძალიან დომინირებს მშვიდობის მესიჯი და რაღაცა modus vivendi-ის პოვნა, ხო, ანუ ხდება რაღაცები ნაბიჯ-ნაბიჯი, როცა აი ბეჭდებიდან ამოიღეს არარატის მთა, ანუ სახელმწიფო ბეჭდებიდან ამოიღეს არარატის მთა და მის მაგურად არაგაწი ჩასვეს, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არარატი, უნებრივად თურქეთის ტერიტორიაზე არის და ამას გართულებები, რაღაც სერიოზული გართულებები, ხო, ოპოზიცია ყვირის ამაზე, მაგრამ ეს მესიჯი ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას არ პოვებს, იმიტომ რომ აი ერევნიდან რო გადიხარ ეს საერთო სასაფლაო რო არის უამრავი სომხური დროშით, სადაც ესე იგი 3000-ზე მეტი, 3-დან 4000-მდე სომეხი ჯარისკაცი ახალგაზრდა დაიღუპარაც ეს პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი არის. ამიტომ სომხეთი ამ შვიდობის გზას ნამდვილად ადგას და მე არ გამოვრიცხავ აი ყველაფრის მიუხედავად რომ ეს მძიმეა ხო ხელმოსაწერად არ გამოვრიცხავ რომ ამ რეფერენდუმშიც დაუჭირო მხარი უფრო მეტსაც ვიტყვი რომ მოლოდინი მაქვს რომ ალბათ უფრო დაუჭერენ ვიდრე არ დაუჭერენ და ბოლოს მინდა საქართველოზე გკითხო რა გავლენა ექნება პირველ რიგში ირანში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე და მათ შორის ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტზე და ამასაც რა გავლენა ექნება საქართველოს მომავალზე როგორც ეკონომიკურ და სატრანზიტო ნაწილში, ასევე პოლიტიკურადაც. ხო, ორი სიტყვა ალბათ შეიძლება ქართული ოცნების პოლიტიკაზეც ვთქვათ, ხო? რომ ანუ ერთი მხრივ ანუ კონფლიქტის მსვლელობის ეს ერთი მხრივ მისცეს უფლება ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს ორჯერ თუ სამჯერ დაფრენილი იყვნენ თბილისის აეროპორტში. არ ვიცი რა ჩამოიტანეს და რა წაიღეს ამ თვითმფრინავებმა, ეს არ ვიცით, მაგრამ თავისთავად რომ ამ კონფლიქტის კონტექსტში მაინც ამერიკულ თვითმფრინავებს დაждომის საშუალება მიეცათ თბილისის მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. მაგრამ ამის დასაბალანსებლად ირანის სფერებში ანძის განათება იქ მილოცვა მოჭდაბასთვის ხო მოჭდაბასთვის მილოცვა და თან ეს ქართველთა შაჰაბასის მიერ გადასახლება რომ მივიდნენ და იზეიმეს სასწაული ამბავი არის ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი ვინც შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს მოსაწვევზე ეწერა რომ ირანში ქართველთა მოსვლის 410 წლის აღსანიშნავად მართავთ ამ წვეულებას და დაახლოებით ეს ისეთი რაღაცა არის გერმანელებმა რომ გაუგზავნონ ებრაელებს დახაუში ებრაელთა მისვლის რაღაცა წლის თავზე ან წარმოუდგენელი და ეს ხდება იმ ფონზე როცა იბარებენ მასობრივად დასავლეთის ქვეყნების ელჩებს და საპროტესტო ნოტებს აძლევენ და ამაზე კარგი მიზეზი და შეიძლება ყოფილიყო ირანის ელჩის დასაფარებლად საგარეო საქმეთა სამინისტროში. ანუ ერთი მხრივ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხურავენ და მეორე მხრივ ანუ აკრედიტაციის გარეშე ისლამური უნივერსიტეტი არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე. ერთი მხრივ ჩვენ გვეძახიან ესენი აგენტებს და მეორე მხრივ ირანის საელჩოს კიბეებზე ხალხი ტრანსპარანტები დგას საქართველოს მოქალაქეები და
ამბობენ რომ ჩვენ ხამენეის ნებისმიერ ბრძანებას, მოშთაბას ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებთ, ხო? და გვეჯიბრებიან მეფე ერეკლეს სიყვარულში და ხოლმე გაგვახსენებენ ვის ებრძოდა მეფე ერეკლე მთელი ცხოვრება, იქნება გაგვახსენებენ. ანუ ეს ყველაფერი სიყალბეზე დგას და ნუ პოლიტიკურად გასაგებია რა, რომ ჩვენ სამხედრო შეერაღებაზე უარი გვაქვს ნათქვამი, ანუ არაფერი საქართველოს თავდაცვისთვის არ იხარჯება, მშპ-ს 1.7%, რაც სომხეთზე 3-ჯერ ნაკლები, აზერბაიჯანზე 12-ჯერ ნაკლები. ხო და ნუ ეს არის რაღაც ლუქსემბურგის თავდაცვის ბიუჯეტი გვაქვს დაახლოებით და ანუ ფონდს გასვლა ცდილობენ რითი რომ აი რაღაცებს მივცემთ ამერიკელებს, რაღაცებს მივცემთ ირანელებს, დავაბალანსებთ, იმას მივცემთ, იქ პანაშვიძე გავიქცევით, აქ ტიფნავს დაждომის საშუალებას მივცემთ, მაგრამ ოღონ არ გვესროლონ და თუ გვესროლეს ამ შემთხვევაში თავს ვიცავთ, ხო, ანუ არ ჩანს ეს ამ სამხედრო ბიუჯეტიდან არ ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა თავდაცვისკენ გვაქვს თუნდაც ну საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ბალისტიკური რაკეტა ასე შემდეგ, ხო? ხო და ეს არის პოლიტიკა. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოების ჭრილში, ხო, ну აქ არის საუბარი მოდივად იმაზე, რომ სატრანსპორტო მარშრუტებმა შეიძლება გადაინაცვლოს. ამას არ ვეთანხმებით ჯერ ეს ერთი ის რომ ანუ ეს ნავთობსადენები უკვე აშენებული არის და გასადენი უკვე აშენებულია და ხლა ამას არავინ არ აწევს და იქ არავინ არ გადაიტანს. რაც შეეხება ტვირთების ტრანსპორტირებას, ეს კიდე გასარკვევი არის ნახჭევანის კორიდორს პატარა მონაკვეთს მთებში გასულ გზას, რამდენის და რისი გატარება შეუძლია, მაგრამ ეგრეც რომ არ იყოს, საბოლოო ჯამში ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც ყველანაირად გვაწყობს, თუ რეგიონი შეიკრება ერთიან სივრცეთ. ანუ ცალკე 3.5 მილიონიან საქართველოში ინვესტირება ყველასთვის გაცილებით უფრო ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე 17 მილიონიან კავკასიის რეგიონში. სვამას ვამბობ მე ბევრი წელია, რომ თუ ოდესმე ვეღირსეთ კავკასიური შენგენის შექმნას, სადაც ეს ტვირთები და ტურისტები და სხვადასხვა გადაადგილდება დაბრკოლებების გარეშე, ამას ყველა ვიგრძნობთ საკუთარ ჯიბეზე. და თუ ეს ტრიპის თემა მართლა შედგა, რაც რეგიონულ მოთამაშეებს არ აწყობს, სხვათა შორის არც ეს ირანს აწყობს, არც რუსეთს არ აწყობს, ეს ტრიპის თემა თუ მართლა შედგა, ანუ საქართველოს მე მესმის რომ ჩამოცილებულია მთლიანად ამ პროცესს, არც ვენსი იყო აქ ჩამოსული. მე გულისხმობ პროექტიდან საქართველოს ყოფნას ბუნებრივია ჩამოცილება, იმიტომ რომ ეს მაინც იმათ ეხება. არა, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ან თვითონ რაღაცა ეს საერთო ეკონომიკის დაგეგმვაში, საერთო უსაფრთხოების დაგეგმვაში ჩვენ თანამონაწილეობა არ ჩანს. ვიზიტი რო არ შედგა კატასტროფაა სული. მაგრამ ამის მიუხედავად, ხო, ხა ეს თუ ამუშავდა, ეს ტრიპის კორიდორი თუ ამუშავდა, ხო? აგერ ირანში ომი მიდის, რაც არ უნდა გვინდოდეს ან ხელისუფლებას უნდოდეს, რომ აქედან იზოლირებულები აღმოჩნდეთ, ვერ აღმოჩნდებით აქედან იზოლირებულები, ანუ ვერ დარჩება აქ ცარიელი ადგილი, ბოლოს და ბოლოს, ნუ პორტები ჩვენ, ანუ ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა ვართ, სადაც პორტები არსებობს და ყველა ვარიანტში საჭირო არის რუკაზე საქართველოს, სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც. ნუ ნახოთ. სხვათა შორის იმ აერაის კვლევაში, რომელიც ვახსენეთ, ეგ იყო ძალიან საინტერესო, ტრიპის პროექტს უფრო მეტი ეწინა აღდგება, ვიდრე მხარს უჭერს 57% ეწინა აღდგებოდა და 44% მხარს უჭერს და ეს უკავშირდება ალბათ შიშებს, რომ შეიძლება იყოს სიუნიქში აზერბაიჯანის ექსპანსიის მექანიზმი. როგორც კი მუშაობას დაიწყებს და ამათ შემოსავლის მოტანა და სამუშაოების გაჩენა დაიწყო. გამოსოცხლდება, რომელიც არის სომხეთის მთიანი და საკმაოდ ღარიბი რეგიონია, ხო? ამიტომ ეს ალბათ შეიძლება, თუმცა ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ეს აზერბაიჯანულ პროპაგანდაში ხშირად ნახავთ ამ პრეტენზიებს, რომ ეგ რეგიონიც მათი იყო, დასავლეთ ზანგეზურს ეძახიან და თვითონ ერევანს ეძახიან დასავლეთ აზერბაიჯანს. ეს რიტორიკა ალბათ კიდე სამწუხაროდ დიდხანს გაგრძელდება ორივე მხრიდან ამ პრეტენზიებს. ნდობის მორღვევა იოლია და რაღაცა პრინციპში ეს ნდობა საუკუნეზე მეტია მორღვეულია და მის მშენებლობა ესე ორი დღის ამბავი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ გაიხსნა ეს კომუნიკაციები და ადამიანებმა მოსავლის მიღება დაიწყეს და რა ვიცი ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობაში მიხვდნენ რომ
კანიბალი და კაცჭამია არც ერთია, არც მეორე არ არის. შეიძლება რაღაც პერსპექტივებზე ვიფიქროთ. ბექა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. უკანა ტერიტორიის მე-6 ეპიზოდი დასრულებულია. შევხვდებით მომავალ კვირაში.